გამარჯობათ მეგობრებო, ამ ვიდეოში მე თქვენ გააჩვენებთ განსხვავებას Excel-ის კოპირების ფუნქციასა და Windows-ის კოპირების ფუნქციას შორის. მაგალითად, G1 უჯრაში გვაქვს მოცემული ესეთი ფორმულა, უდრის I1, ანუ I1 უჯრის ჩანაწერს იგივე ats. დავაკოპიროთ იგი Ctrl+C კომბინაციით და ჩავსვათ G6 უჯრაში Ctrl+V კომბინაციით. შედეგად მივიღებთ ნოლს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს ამუშავდება ეგრეთ წოდებული Excel-ის ფარდობითი მისამართის პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ საიტეს დავაკოპირებთ ფორმულას, იგივე მიმართულებით გაყოფა მასში შემავალი არგუმენტები, ანუ I1 უჯრა ჩამოვა I6 უჯრაზე. მაგრამ რა მოხდება მაშინ თუ შევხსოვს, რომ გადავაკოპიროთ G1 უჯრიდან ფორმულა ისე, რომ არ შეიცვალოს არგუმენტის მისამართი, ანუ კვლავ იყოს ფორმულა უდრის I1 და შედეგიც ანალოგიურად გქონდეს 10. ამისათვის საჭიროა დავაკოპიროთ არა კონკრეტული უჯრა, არამედ უშუალოდ ფორმულა ბარიდან გამოვიყენოთ კვლავ Ctrl+C კომბინაცია, ოღონდ ამ შემთხვევაში ამუშავდება Excel-ის არამედ Windows-ის კოპირების ფუნქცია, გამოვიდეთ უჯრიდან Escape ღილაკით და ჩავსვათ იგი ნებისმიერ ადგილას, დავუშვათ K5 უჯრაში Ctrl+V კომბინაციით და როგორც ხედავთ, დაკოპირდა უშუალოდ უდრის I1 ფორმულა და შედეგით შესაბამისად მივიღეთ 10. როგორც უკვე გითხარით, ეს საკმაოდ მარტივი მოქმედებაა, შეიძლება ხშირადაც ვიყენებთ, მაგრამ გარკვეული მოქმედებების დროს იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, შეიძლება გამოგვეპაროს. ამიტომ იმედია სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მადლობა ყურადღებისთვის.